ჩემოსაყვარელო ქართველებო, რამდენიმე საათის და ეს წელი მიიწურება, წავა უკან მოუბრუნებლად, დაგვიდგება ახალი წელი. ტრადიცია გვაქვს ხოლმე, რომ როცა ახალი წელი იწყება, ერთმანეთს რაღაცები ვუსურვოთ. უსურვოთ, რა თქმა უნდა, კარგი, ეს შეეხება ჯანმრთელობას, ეს შეეხება ცხოვრების განვითარებას, შვილების კარგად ყოფნას და სხვა ამგვარი. მეც ყველაფერ მას თქვენ გისურვებთ. შეგისურვებთ ყველა კეთილი განზრახვა, ყველა კეთილი ოცნება, ყველაფერი, რაც კი თქვენს ოჯახს ეხება, ქვეყანას ეხება, ყველაფერს ფრთები შეესხას. მაგრამ მინდა ამავე დროს გისურვოთ ერთი რამ. ეს 26 წელი თავისთავად ცარიელი ხილაა, თიხის ხილა ცარიელი. ის ჩვენ უნდა შევავსოთ. წელიწადი ერთია, მაგრამ ყველას თავთავისი წელიწადი აქვს. მე ჩემი მაქვს, თამრიკოს თავისი აქვს. რამდენი ადამიანიც ვართ, ფაქტობრივად იმდენი შინაარსის წელიწადი მოდის. მე მინდა გისურვოთ თქვენაირა ცნობიერება გავასუფთავოთ. გამოვუყაროთ ცნობიერებიდან ყველაფერი, რაც არ გვამშვენებს, არ გვალამაზებს და რაც შეიძლება მეტი მშვენიერი აზრი დავასადგუროთ ჩვენს სულიერ სამყაროში. და მეორე, ასე რომ უჩვენებთ ხოლმე გული-გულიო, ეს გული გაიზარდოთ ისე, რომ სიყვარულს ვეღარ იტევდეს. აი ესე გვიყვარდეს შვილებიც, ოჯახიც, მეზობლებიც, მტრებიც და მოყვარეს და რასაკვირველია, მთელი ჩვენი მშვენიერი საქართველო. იბედნიერეთ ჩემო ძვირფასებო. დიდი სიყვარულით ვარ თქვენს მიმართ განწყობილი.